დილამშვიდობის, ჩემო სიხარულებო, დღეს არის 8 მარტი. გილოცავთ დღევანდელ დღეს სუბედნიერები და გახარებულები ვიყოთ ქალები, გოგოები. ჩემო გოგოებო, როგორ მიყვარხართ, რა ძალიან ლამაზი დღეა თან. როგორ თბილა, გუშინ პირველი დღე იყო ესე რომ თბილოდა, გარეთ რომ გაჯდები. სკვერში ჩვენთან დაბლა სკვერში ვიჯექი ცოტა ხანი და ველოდებოდი გიას და მათეს და ამას რა აღარ მინდოდა, აი ოდნავ რო არ შეგცივა, აი ძალიან კარგი დღე იყო და დღესაც ეგეთი დღეა. დღეს არის დღე, რომელმაც უნდა დაგვაფიქროს. დღეს მაინც უნდა დავფიქრდეთ აუცილებლად ჩვენ თავზე, როგორი ძვირფასები ვართ ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მეუღლეებისთვის, აი არ ვიცი, ჩვენი მშობლებისთვის, გოგოებო, დავფიქრდეთ ჩვენ თავებზე, როგორი მარგალიტები ვართ. და დავფიქრდეთ იმაზე, როგორ გავილამაზოთ ყოველი დღე. ჩვენზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული, ძალიან ბევრი. როგორ გავილამაზოთ პატარ-პატარა წვრილმანებით, როგორ გავხდეთ ბედნიერები, როგორ ვისწავლოთ ამ ყველაფრით სიხარული. ძალიან ძვირფასი დღეა, გილოცავთ კიდევ ერთხელ და არ ვიცი, ბედნიერები ვიყოთ. ბედნიერები. და ჩემთვის კიდევ ყავა. წყალი, მე მჭირდება წყალი. მე მჭირდება წყალი, გოგოებო, ზახისთვის, ვარჯიში რო დავიწყე, ეხლა სახე რო გამიმკვრივდეს, შემევსოს, აი ამ ყველაფერს სჭირდება წყალი. რომელიც არ მიყვარს. არა მიყვარს, მაგრამ ბევრს ვერ ვსვამ. ბევრის დალევა არ მიყვარს, იმიტომ რომ თუ გემოს ვერ ვიგებ, ვერ ვსვავ ეგრე. აი ძალით ვერ ჩავისხავ, არ შეგვიძლია. და ადრე ერთმა ქალბატონმა მასწავლა, რომელიც იყო ტიბეტურ მედიცინაში, რომ აუცილებელი არ არის მოიყუდო და დალიო. პირიქით უფრო ცუდი არის. ჯობია ნელ-ნელა დალიო. ყლუპ-ყლუპ დალიო. არც არის კარგი ერთიანად თუ მოიყუდებ წყალს და დალევ. ნელ-ნელა მთავარი არის დალიო. მთავარი ეგ არის. მიიღო რაოდენობა წლისა დღის განმავლობაში და როგორ დალევ ახლა მაგას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ესე ძალიან ბედნიერი ვარ, რაღაცნაირად მიხარია ძალიან. მიხარია. ის მიხარია, რომ ვიცი ვინც ვარ. რა თქმა უნდა, ბოლომდე არა ვეცნობით ჩვენ თაორებს, ხო იცით როგორი უძირო ჭები ვართ, რაღაცნაირად ეს თვით შეცნობა ძალიან ძვირფასი პროცესია, გოგოებო, და როცა შენ თავს ძერწავ, შენ თავზე მუშაობ ყოველდღიურად, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და მე ამას ვაკეთებ და ძალიან ბედნიერი ვარ. ანუ ხელჩასაჭიდი მაქვს უკვე რაღაცეები რა. ისეთი დაბნეული აღარ ვარ. ბევრი რაღაცეები გადავაფასე, ბევრი რაღაცა რამდენჯერმე უკვე
ჩემ ცხოვრებაში და სხვათა შორის ეხლახანაც მქონდა ეგეთი მომენტი, იმიტომ რომ ცხოვრება ისეთი არის, რომ გულსაც გტკენს და ამ ყველაფერს უნდა ხოლმე ჩაფიქრება, რატო ხდება ეს ყველაფერი, რას გასწავლის ეს, რატო გეტკინა გული, ზუსტად ის გაქვს შენ სამუშაო, აი რატოც გეტკინა გული, უნდა ამაზე აუფიქრდე და მაგაზე უნდა იმუშაო. რამ გატკინა? ეს არის ზუსტად სწავლა, ცხოვრება მასწავლაო, ეს არის. უფასო მასწავლებლები არიან ჩვენ ცხოვრებაში, ადამიანები, რომლებიც გვახარებენ და გულსაც რო გვტკენენ ზოგჯერ. თავარია შევინარჩუნოთ ჩვენი ადამიანობა შევინარჩუნოთ, ის წენა ამოვიღოთ გულიდან, თუ ვინმე რამე გვაწყენინა, თუმცა არსებობს ურთიერთობები, რომლებიც უნდა დასრულდეს, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული, ხო? ცხოვრებაში. მარტო ისე კი არა, ფიზიკურად კი არ უნდა დასრულდეს, ზოგი ურთიერთობა აქაც უნდა დასრულდეს, გონებაში უნდა დაასრულო, მაგრამ ისი არა, რომ ბოღმა ჩაიდო გულში და ამ ბოღმამ შენ თვითონ ამოგჭამოს, შეგჭამოს, ისი არა. უნდა დაასრულო ზოგი ურთიერთობა, ნამდვილად დასასრულებელია. არ გულისხმობ ოჯახის წევრები, ოჯახის წევრი რაღაცას გაწყენებს, მასთან ურთიერთობას ვერ დაასრულებ, ის შენი ოჯახის წევრია, მაგრამ გარეთ გულისხმობ, გარეთ, როცა გიქცევიან ძალიან ცუდად ადამიანები, უნდა დაასრულო ურთიერთობები, რომ ახალი მოვიდეს. თუ შენ აი აქ თან გონებაში უნდა დაასრულო, არ დაასრულო, ახალი არ მოვა ახალი. ამიტომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, არსებობს დასაწყისი და დასასრული, ბიბლიაში წერია მწუხარების დრო და მხიარულობის დრო, სიჩუმის დრო და ლაპარაკის დრო, სიცილის დრო და დამწუხრების დრო. კი. ასია. ურთიერთობები, რომლებიც არის დასასრულებელი, უნდა დასრულდეს, ხო ესია. რომ მოვიდეს ახალი შემოვიდეს. თუმცა პატიება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს იესო მკითხა ჩვენ. თუ არა პატიებ შენ ძმას, მაშინ არც ჩემი ზეციერი მამა არ გაპატიებს, ხო? და ჩვენ ყველას გვჭირდება პატიება ღმერთისგან. ყველას, აბსოლუტურად ყველას. მაგრამ ვალდებული არ ხარ, რომ ურთიერთობა გააგრძელო ადამიანთან და იგივე ტკივილი მოაყენებინო. მაგას არ გთხოვს. უბრალოდ აპატიე შენ გულში. ნახეთ რამდენ საუბრობ ღმერთო, ძალიან ბევრს. ძალიან მიყვარს მაგარი ყავა, რა ვქნა. ძალიან მიყვარს. არ მიყვარს მე ის რა ვქია. ყავა არ მიყვარს.
ჩემი დარბაზი ისვენებს კვირაში ერთი დღე, კვირას. ხვალ ანუ არ იმუშავებს, დღეს უნდა გადავიდე. ერთადერთი დღე გამიცდა და იმასაც ვნანებ და მომწერა ვიღაც სამგუში. ერთ-ერთმა მომწერეთ ჩემო გოგოებო. სახელი არ ვიცი, ვერ ვიმახსოვრებ, ზოგს არ გიწერიათ დააწერეთ სახელები და გაიქნება უფრო. სახელებით რომ წავიკითხავ ხოლმე, სახელებით რომ ამოგიკითხოთ და მოგამართოთ და გავიცნოთ ერთმანეთი. თან მაგრად მიყვარხათ. მომწერეთ რომ ისი კიდეო არ მახსოვს ზელმა მომწერა, არ მახსოვს რა ეს სიტყვით. სარბენი ბილიკი იყიდეო და ყველა ივარჯიშებს თუ სახში. ეგ ძალიან კაი აზრი არის, მაგრამ ნიკა სარბენი ბილიკი არ იყოფა. არც ჩიაგის სარბენი ბილიკი. და მეც მინდა რომ წონებით მივარჯიშო, მარტო სარბენი ბილიკი არ არის საკმარისი. და ყველაფერს როგორ ვიყიდი? დარბაზს ხო ვერ გავაკეთებ სახში ხა და ნიკა ისეთ მძიმე წონებზე არის სარბენი ბილიკი, მარტო სარბენი ბილიკი არაფერი არ არის რა მისთვის და მეც ვარჯიშობ ჩვეულებრივად, დავიწყე წონებით ვარჯიში, ფეხსაც ვავარჯიშებ, ხელსაც ვავარჯიშებ, წელსაც ვავარჯიშებ და ისა რა ქვია, წევ რა გირებს. პატარ-პატარებს, ნუ პატარებით უნდა დაიწყო ჯერ თავით. ხო, ასე რომ ეგ არ გამომადგება და ძალიან გულით მინდა რომ გიამაც იაროს და ვნახოთ. ხო, უნდა ეს წესიო ჩამოყალიბდესო საქართველოშიო, დამკვიდრდესო, ძალიან არა აქტიურები გავხდითო და ეს ყველაფერი გამოიწვიაო ინტერნეტმა, გაჯეტებმა, ტელეფონებმა, მიჯაჭულობა და თითქოს რა ვიცი ხა აი გოგოებო რომ მივდივარ დარბაზში, ხალხი არ დადის რა. მიკვირს მეც, არც ისეთი ძვირი არ გვისო, ვერ შესწვდე და ვერ იარო და რა ვიცი, აი არა რა, არ დადიან რა. არ დადიან. ბავშვები უფრო მოზარდები ვხედავ. ხო. კარგია რა თქმა უნდა. ძალიან კარგი იქნება რომ ყველა მიაროს. ობა როგორ ყავა? კაფიანი. არის დაულიობოლომდე. ისეთი გემიერი გამოვიდა გუში კომში და ქათამი ერთად. რა და ეხლა წიწიბურასთან ერთად ნიკამი ისე არ მინდაო და მაგიტო ხაშავანს. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის, შვიდობიანი დღისთვის, მზისთვის, სიყვარულისთვის. ხო, გუში
კარგად ვერც გელაპარაკეთ იმ ცვლილებებზე, გიამკო დაურეკა და მანქანა უნდა მივუყვანოთ. იმიტომ რომ ჩვენმა მანქანამ გაიარა ტექნიკალიელება გოგოებო და რაც აქვს გასაკეთებელი ძალიან ძვირი და უკვე 800 ლარი და რაც აქვს გასაკეთებელი 1.8 ლარი კიდე უნდა, მაგრამ გავაკეთეთ. ეხლა ვიფიქრეთ ახალი მანქანა რომ ვიყიდოთ და ვუშვათ, მაგ ეგრო გავყიდოთ და დავამატოთ და ვიყიდოთ ახალი მანქანა. ირიუსი, ხო? ძალიან ბევრი უნდა დაამატო, კარგი რო იყიდო. კარგი რო იყიდო ბევრი. და თუ $1,500 დაამატებ და $2,000 დაამატებ, კარგი მაინც არ მოგივა. იმასაც ენდომება მაინც კიდე ხო ისიც რო ყიდიან რაღაცები რო ყიდულობ, მანქანას რაღაცების გაკეთება მაინც უნდა. $100-200 მაინც უნდა დაახარჯოთ. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ჩვენი მანქანა გააკეთოს ბოლომდე 600-700 ლარი უნდა კიდე. ემწუთში არა ჯერ მუშაობს, მაგრამ რაღაცები აქვს კიდე გასაკეთებელი. გამართულია ჩვეულებრივად და ისევ ჩვენ მანქანაზე იმუშავებს, იმიტომ რომ ქირა არა გვაქვს. და ქირის გადახდა ძალიან ძნელია, გოგოებო, ერთი დღე რომ ვერ გახვიდე და იდგეს მანქანა 50 ლარი უნდა გადაიხადო. ეს არის ურთულესი 2 თვეა თუ 3 თვეა რა გვყავს, არ ვიცი ზუსტად რამდენია, მაგრამ აი არ ვიცი ზომად გადაიყალაკია, უზომოდ ძალიან ძნელია. 8 საათი უნდები რომ ქირა გაისტუმრო და მე რაღაც შეგიძლია უკვე მუშაობა. მაგრამ მაინც მუშაობ, იმიტომ რომ სახში ხო რაღაც უნდა მიიტანო და მე ძალიან მივედი უკვე და რავი ტანჯვარი რა და ჩვენი მანქანით დილით ახლა იმდეს მაინც კი იშოვის, რომ საჭმელი იყიდოს, ხალხია ჩვენ არა ყო ბინაში გადასახდელი და რაღაცა საჭმლის ფულს მაინც ვიშოვით. მადლობა გმერს. ყველაფრისთვის, რომ რაღაცა გამოსავალი მაინც არსებობს ხოლმე და ჩიხში არ არის ადამიანი მივწვეული. აბა ნახოთ ჩემი ყავა. აია. ამას ცოტა რაღაცნაირი გემოკიაქვს ამ ყავას, ხო იცით რომელია. ორნავიჩი ვიყიდე მეჰმედ ეფენს ლოგავს შეფუთვითაც, მაგრამ ეგ არ არის. ხო და ცოტა რაღაცა გემოა, აი სიგარეტი თუ რაღაც. ჩემით მისვენი, დღესაც გაბლამაზდი მაგითი. სავარცხელი არის სოკანი, გოგოებო, კიდე მომწერეთ და რუაქებო ჟანაო მინდა ყიდვაო სოკანი. ძალიან იაფი არის. ძალიან. ცოტა მე უკვე პრინციპში შესაჭრელიც მაქვს თუ დაველოდოთ ან რომ კიდე ჩამოიზარდოს. ჩამოიზარდოს ჯობია მგონი. კრემებსაც გამოვიწერ მალე ახლა. რამდენიმე დღეში.
მეკრემებს ხوار ხوار და ჯერ ჩემი კანი ხო არ არის მიშვეული, ანუ ძალიან ახალი ხო იქნება გოგოებო. ჩემი კანისთვის და რო დავიწყებ. ნახეთ როგორ უცბად შემეტყობა. ძალიან შემეტყობა, იმიტომ რომ მარტო მზისგან დამცავს ხმარობ, მეტი არაფერს და რო დავიწყებ ძალიან შემეტყობა. C ვიტამინი და მზისგან დამცავი ერთად არის. არ ვიცი დამიწერეთ ერთი ეიმოში. ვინც ხართ, ანუ ვინც იცით და ვინც ხართ რა გაწევრიანებულები დამიწერეთ. ერთად არის მზისგან დამცავი 50 SPF-ით არის და თან C ვიტამინიც არის. ეგ რანაირად არის არ ვიცი. კარგი თუა. ძალიან მალე მექნება შედეგი ვიცი. უცბად თავიდან. საერთოდ მე იცის მიშვება. იცის. ანუ რამდენიმე წელი რო იხმარო, არა 2 წელი დაუშვათ, ხო? მე ისე უნდა შეცვალო და სხვა დაიწყო. მე ისე ვინა დაუბრუნდები რა, ისე ვინას, რასაც ხმარობდი, მაგრამ ისე შეჩვევა იცის და მე თითქოს იმდენად აღარ გაქვს შედეგი, აღარ მოქმედებს, ანუ შეცვლა შეგიძლია. თან ვისწავლი ამ ყველაფერს. წავედი. ეხლა ესეც მოიხარშა. ამოვიდე. მიყვარხართ ძალიან. დღევანდელი დღე გამოყავით ფიქრისთვის, თქვენი თავებისთვის გამოყავით. რაც გესიამოვნებათ ის გააკეთეთ, ის მიირთვით, მოეფერეთ თქვენ თავებს და როგორ გახადოთ თქვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი, თქვენზე რაც არის დამოკიდებული და ჩვენზე ძალიან ბევრი რამე არის. ჩვენ ხვდით ჩვენ თავებს ბედნიერებს, გოგოები, ჩვენ. ჩახსენი მოლოდინი და იყავი ბედნიერია, ხო იცით? ეგ გამოთქმა. ნუ ელოდები, თუ ვიღაცა გაგახარებს, უფრო ძალიან გაგეხარდება, როცა არ ელოდები და შენ თავს მიეცი ყველაფერი რაც შეგიძლია. მოეფერე, დაიმუშავე ბავშვობის ტრავმები, ჩადი სიღრმეში, არ გაუბრაზდე შენ თავს თუ რამეს ისეთი არის შენში რაც არ მოგწონს, პირიქით ამ ყველაფერს მოეფერე. მიყვარხართ ძალიან გულში. მიყვარხართ და დროებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს.